2025 წლის ბოლო ნომრირებული ივენთი UFC 323 თანაც ბოლო pay-per-view შოუა, რადგან 2026 წლიდან ყველა დიდი საღამო Paramount Plus-ზე გადავა. თავი ბრძოლა იქნება ჩვენი ქვეყნის სიამაყის მერაბ დვალიშვილისა და რუსეთში დაბადებული, მაგრამ კამპარაჩი უკვე წლებია ცნობილი პეტრიანის შორის. ეს არის მათი დიდი რევანში. თუ ვინმეს ჯერ არა აქვს ნანახი პირველი ბრძოლა, აუცილებლად უყურეთ ამ ვიდეოს დასრულების შემდეგ პირდაპირი სიტყვებით რომ ვთქვათ, იქ მერაბმა სრული დომინირება აჩვენა. პეტრიანმა იმ დღეს თითქოს ტყუპები გაიჩინა, იმდენად მძიმე კონტროლი ჰქონდა მერაბს. თუ თქვენ იანზე ხართ დახლართული, მაშინ ჯობს თავიდან ასწეთ, რადგან პირველად ბრძოლაში მისმა ფანებმა ბევრად მეტი გაწმილება ნახეს, ვიდრე სიამოვნება. ორივე მებრძოლი მეც ძალიან მიყვარს. ორივე ტოპ მოვლენების შემქმნელია, მაგრამ მაინც ვერ ვიქნები არაგულწრფელი ამ ბრძოლაში მე მერაბის გამარჯვება მინდა. და აი რატომ? 2025 წელს ის ისეთ ისტორიას იწყებს, რაც MMA-ში თითქმის არასოდეს მომხდარა. ერთ კალენდარულ წელიწადში 4 სარტყლის დაცვა, ძმებო, ასეთი რამე ფაქტობრივად არ რჩება სპორტის ისტორიაში. თუ მერაბი კიდევ ერთხელ მოიგებს დეკემბერში, ის უდაო წლის მებრძოლი იქნება თანაც არა მხოლოდ ბანტამვეიტებში, არამედ მთელ UFC-ში. მერაბის 2025 წლის მსხვერპლები უკვე სერიოზული სიაა. უმარ ნურმაგომედოვი, შონ ომალი ორჯერ, ჰენრი სეხუდო, კორი სენჰეგენი და დეკემბერში ამ სიას დაემატება პეტრიანი. ასეთი რიგი, ასეთი დონე, აბსოლუტური ელიტაა. პეტრიანიც კარგ ფორმაშია, ზედიზედ 3 გამარჯვება აქვს, სონია დუნი, ფიგუერედო და მარკუს მაჰი. მაგრამ რეალურად გაუმჯობესების მხრივ მერაბი ბევრად უფრო შორს წავიდა. იანმა დარჩა იგივე. დისციპლინირებული, ტექნიკური, წიგრური სტილის მებრძოლი. მერაბი კი დღეს სრულიად სხვა მონსტრია. თავდაჯერებული ყველა ასპექტში, სტრაიკინგში, გრაპლინგში, ბრძოლების ტემპში. თუ ვინმეს გონია, რომ მერაბი მხოლოდ დაჭერით და უსასრულოდ ყორწნებით ამთავრებს საქმეებს, ძმებო, ეს ძველი დრო იყო. დღეს მისი დარტყმებიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. მან ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური სტრაიკერი სენჰეგენი სერიოზულად დააფრთხო სისრაფით. და რაც მთავარია, მერაბს უკვე ჩხუბის დასრულების რეალური რისკიც აქვს. ადრე ეს ფაქტობრივად არ არსებობდა. დღეს კი ოუმალის მეორე ბრძოლაში ჩოხაზე დადგმული ფინიში ყველაფერს გვეუბნება. რევანშებში ის უფრო ძლიერი ხდება. მეორე მხრივ, პეტრიანის სტილი, მაღალი გარსი, მუაი-თაის პლატფორმაზე დგომა, ნელი სტარტი, ძალიან წიგნური კავშირები თითქოს საჩუქარია მერაბისთვის. ტექნიკურად იანი იცის ყველაფერი. მაგრამ მის პოზიციაში თედები მუდამ ღიაა და თუ შენ ხარ სტაციონარული მებრძოლი, მერაბის წინააღმდეგ ეს იქნება უბედურება. მერაბი დაჭერაზე იცნობს მსოფლიოს და როდესაც ხედავს თავისუფალ თედებს, იქ შანსი ყოველთვის არსებობს. იანს შეუძლია გარკვეულ კუთხეებში თამაში, ფეხის დაბალ დარტყმები, ფრონტკიკების ხეულზე, ტემპის გაყვინვა, მაგრამ კითხვა ის არის, იცვლება კი პეტრის სტილს, როგორც წესი არა, და თუ იგივე განააგრძა, მერაბს ბევრი გზა ექნება წარმატებისთვის. სხვა მხრივაც მერაბი დღეს ისეთია, რომ აღარაფერს აკეთებს მხოლოდ ერთი გეგმით. ის აღარ ჩაუვარდება 50 ტაკედაუნ ზერიძედ როგორც პირველ ბრძოლაში. არამედ მეტ დროს გაატარებს დგომაში, ამის შემდეგ კი ბევრად უფრო სწორ მომენტში ჩავა ფეხებზე. Experience plus IQ plus კარდიო საშიში ნაზავია. პირველ ბრძოლაში ყველამ დაინახა, რომ პეტრ იანი ვერ ასწრებს მერაბის არანორმალურ ტემპს. ეს არ იყო უბრალოდ მუშაობა კლინჩში. ეს იყო ასეთი გრძნობა, თითქოს მერაბს საერთოდ არ ჰქონდა დაღლა გენეტიკურად. 1000 გვარი მოძრაობა, მუდმივი წნეხი, კედელთან მიჭერა, თეძოებზე შეტევა, ხელების გადაბმა, პოზიციის შეცვლა. ყველაფერი იმ ტიპის შრომაა, რასაც ბევრი მებრძოლი მხოლოდ წვრთნაზე აკეთებს, მაგრამ ორთაბრძოლაში ვერ ახერხებს. მერაბი კი ამას 25 წუთი აკეთებს, თან ისე, თითქოს ახლა გაათბო. ამიტომაც ამ რევანში ბევრს აქვს განცდა, რომ სცენარი შესაძლოა ისევ განმეორდეს. და ეს არა იმიტომ, რომ პეტრიანი ცუდია, პირიქით, ტექნიკის მხრივ ის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი მებრძოლია მთელ UFC-ში. მაგრამ სტილი სტილს ჭამს. ეს MMA-ის ერთ-ერთი ყველაზე დაუწერელი ყანონი არის. როცა გაქვს მაღალი დაცვის სტილი, წინ დგახარ და ხარ კონტრსტრაიკერი, ანუ რეაგირებაზე მუშაობ. შენ წინააღმდეგი ცდილობს ტემპის აწევას, გადაადგილებას, ჭიდაობის გაუთავებელ ცდებს. სწორედ აქ ხდება, რომ პეტრის პლუსები ცოტათი მინუსებად იქცევა. მაგრამ თუ პეტრი ოდნავად რაც შეცვლის მიდგომას, აი მაშინ შეიძლება ყველაფერი სხვაგვარად წავიდეს. პირველი, რაც მას ნამდვილად უნდა გააკეთოს, არის ფეხების დაცვა. მერაბის ტაკედაუნების 50%-ზე მეტი პირველ ბრძოლაში სწორედ ზედმეტად სუფთა ფეხის პოზიციიდან მოვიდა. როცა იანი ამაღლებული დაცვით დგას, მისი თეძოები ფაქტობრივად შუა ქუჩაში დგას. ამიტომაც თუ ის ოდმავ მაინც დაპლა ჩამოწევს ხელებს, ან გამოიყენებს ძირს დახედვას როგორც ილეთს, მერაბს ბევრი შეტევა გაუჭირდება. მეორე, რაც პეტრმა უნდა გამოიყენოს, არის ფრონტკიკების სხეულში. ამას ძალიან ცხოთანი აფასებენ, მაგრამ შონ ომალიმ პირველ ბრძოლაში მერაბი მეხუთე რაუნდში პირდაპირ ამ დარტყმით გააჩერა წამით. პეტრის ფრონტკიკი ბევრად მძიმეა ვიდრე ომალის. მეტიც, მას შეუძლია ბოდიშიც კი არ მოიხადოს ისე გააჩეროს მერაბის წინსვლა.
მესამე არის ფეხების გატეხვის სტრატეგია. მერაბის მოძრაობა ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს. თუ პეტრი პირველ ბორ რაუნდში დაიწყებს ლოუ-კიკების სერიებს, თან არაუბრალოდ 1-2-ზე, არამედ სისტემურად, მერაბს გაუჭირდება ისეთი თავისუფალი მოძრაობა, როგორიც მას უყვარს. და თუ ამ მოძრაობას გადაუკეტავ გზას, მისთვის ბრძოლა ბევრად რთული გახდება. მაგრამ აი სად არის მთავარი კითხვა. გარისკავს კი პეტრის სტილის შეცვლას? ეს ფაიტერი ცნობილია იმით, რომ ძალიან პრინციპულია. მას აქვს თავისი წიგნი, თავისი მეთოდიკა, თავისი რუტინა და იშვიათად ამოძრავდება იქიდან. და ესაა მთავარი საფრთხე. თუ Unchanged გამოვა, მერაბმა უკვე იცის მისი კოდი, იცის მისი რიტმი, იცის მისი reset მოძრაობები, იცის მისი დაცვა. და ეს ყველაფერი ეხლა ბევრად უფრო მარტივი მოსაშლელია, რადგან მერაბი გაცილებით ტექნიკურად მაღალი გახდა ვიდრე პირველ ბრძოლაში. რაც შეეხება მერაბს, არ ველოდები, რომ ამჯერად 50 ტაკედაუნის ცდას დაგვიწყებს. პირიქით, ახლა მას აქვს ყველაფრის კომბინაცია: გაუმჯობესებული ხელები, სწრაფი შესვლები, ტემპი, ჩოქის საფრთხე, ბექთეიქის მაღალი IQ, კედლის კონტროლი და თანაც თავდაჯერებულობა. პირველ ბრძოლაში მას უბრალოდ უნდოდა არ შებრძოლებოდა პეტრს დგომაში. ახლა კი პირიქით, დარწმუნებულია, რომ შეუძლია იქაც უპირატესობა. და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ქართველებისთვის. მერაბი დღეს ბევრად უფრო გამოცდილია დიდ სცენაზე. მას უკვე 4 successful title defense აქვს და ასეთი გამოცდილება ფსიქოლოგიურადაც სხვანაირ ხეს უხავს. როდესაც შენ იცი, რომ შეგიძლია ყველაზე დიდი საღამოები და ყველის წინაშე წნეხი არ გტკენს, ეს ძალას გაძლევს. პეტრი მართალია ყოფილ ჩემპიონად რჩება, მაგრამ მას შემდეგ რამდენიმე მძიმე ბრძოლაც აქვს, სადაც მისი მენტალური ბალანსი ცოტა შეირყა. და ამ რევანშში კი თითეული რაუნდი ოქროს ფასად იქნება. პეტრი თუ პირველ 2 რაუნდში ვერ დაამუხრუცხებს მერაბის ტემპს, შემდეგ უკვე თითქმის შეუძლებელია ამ ორთა ბრძოლის გადადება. მერაბი მუდამ უფრო ძლიერია მეოთხე და მეხუთე რაუნდში ვიდრე პირველში. ძალიან იშვიათი თვისება ბანტამვეიტებში. ახლა კი გადავიდეთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე. როგორ შეიძლება სინამდვილეში განვითარდეს ბრძოლა, რა სცენარები აქვს ორივე მხარეს და რას უნდა ელოდოს ქართული მაყურებელი ამ დიდ შაბათს, როცა მთელი ქვეყანა ეკრანებთან მასივით დადგება. პირველი და ყველაზე რეალურ სცენარად ექსპერტები და პრაქტიკულად ყველა ანალიტიკოსი მიიჩნევს იმას, რომ მერაბი ისევ დაიწყებს ყოველმხრივ წნეხს, წინსვლას, ჭიდაობის მუდმივ ცდებს, კედელთან მიჭერას და ფეხებზე შესვლას. მაგრამ განსხვავება ის იქნება, რომ ამჯერად მან სწავლობს და ბევრად უფრო გამართულად ახორციელებს შეტევების მიქსს. ხან დარტყმა, ხან კლინჩი, ხან პირდაპირი წნეხი, ხან უკანდახევად მოულოდნელი ჩაბმა. ეს ყველაფერი პეტრიანს აიძულებს მუდმივად იყოს დაძაბულ რეჟიმში, რაც მას ენერგიას უგრუხუნებს. მერაბის მთავარი უპირატესობა ყოველთვის იყო სიჩქარე და კარდიო, მაგრამ დღეს მას ემატება IQ და სტრატეგიული სიმშვიდე, რაც ადრე უფრო იშვიათად ჩანდა. პირველ ბრძოლაში ის თითქოს სათავეში ეჯახებოდა დიასახლისივით, რაც გაგვაჩნია ყველაფრით შეუტევ. ამჯერად კი ჩანს, რომ სრულად აკონტროლებს, როდის უნდა შევიდეს ფეხებზე, როდის უნდა გადაყვანებში გადაიყვაროს ბრძოლა და როდის უნდა მოიქცეს როგორც სტრაიკერი. მეორე სცენარი, პეტრიანის დაბრუნების სცენარი, ბევრად უფრო რთულია, მაგრამ არ არის შეუძლებელი. თუ იანმა მოახერხა მერაბის ტემპის შეჩერება პირველ 2 რაუნდში, მისი ტექნიკა იწყებს ბრწყინვას. იანი ოსტატურად დებს ბადეს, ამყარებს რიტმს, პოულობს კაუნტერებს და შემდეგ ნელ-ნელა იწყებს მოწინააღმდეგის დაშლას. მაგრამ თავარი კითხვის ნიშანი ის არის, მოასწრებს კი? მერაბი არ გაძლევს თამაშის დაწყების უფლებას, როგორც ამას დონტეის სენხეგენთან ან ფანტასტიკურ ბრძოლაში ალჯამეინ სტერლინგთან ვნახეთ. მერაბი არ გაძლევს დისტანციის წამოყვანის საშუალებას, არ გაძლევს სუნთქვის რეჟიმს, არ გაძლევს რიტმს და როცა შენ ხარ კონტრსტრაიკერი, რიტმის არქონა ყველაზე მძიმე პირობაა. მესამე, სრულიად მოულოდნელი სცენარი, მაგრამ მაინც რეალურია. მერაბის დაყენებული მახეებში მოულოდნელი დარტყმა. ბევრმა ჯერ კიდევ ვერ შეიგნა, მაგრამ მერაბმა ბოლო წელიწად ნახევარში სტრაიკინგი იმ დონემდე აუწია, რომ შესაძლებელია მარტივი ტექნიკური ქაოსით მოულოდნელი ნოკდაუნიც მოიყვანოს. თუ იანმა ზედმეტად წინ გადმოიტანა წონა, თუ ერთი წამითაც ვერ დაიცვა თავი ტეიქდაუნ ფეინტის შემდეგ, მერაბს შეუძლია მძიმე სახის პირდაპირი მარჯვენა დააშვას. ეს ჯერ კიდევ არ არის მისი მთავარი იარაღი, მაგრამ დღეს ეს საერთოდ არ არის გამორიცხული. თუ უფრო სიღრმეში ჩავიხედავთ, ფსიქოლოგიასაც აქვს თავისი ძალა. პეტრიანი მიუხედავად იმისა, რომ რკინის ნერვების ადამიანი ჩანს, ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე რთულ მარცხს შეხვდა. ეს ყველაფერი მებრძოლის საკუთარ თავში რწმენას ხშირად არყევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა პირველ ბრძოლაში ასეთ მასშტაბურ დომინაციას განიცდის. ხოლო მერაბი პირიქით, ფსიქოლოგიურად თავის პიკშია. მას აქვს 4 ტიტულის დაცვა, მთელი ქვეყანა ზურგს უმაგრებს, გუნდი იდეალურად მუშაობს, საზოგადოება მას გმირად აღიარებს. ასეთ დროს მებრძოლს სხვა ენერგია აქვს, ენერგია, რომელიც ხშირად ტექნიკაზე მეტად გადამწყვეტია.
რაც შეეხება სტილის დაპირისპირებას, პეტრიანი ელიტური სტრაიკერი, ბრწყინვალე დაცვა, ტექსტბუк ბალანსი, კაუნტერების ოსტატი, მერაბ დვალიშვილი, კარდიო მონსტერი, შეუჩერებელი წნეხი, გაუთავებელი დაჭერა, გაუნჯობესებული სტრაიკინგი, შეუდნეკელი ფსიქიკა. UFC-ს ისტორიაში ბევრი ბრძოლა გვინახია, სადაც ტექნიკა ტემპს ვერ უდდა. ეს შეიძლება სწორედ ასეთი შემთხვევა იყოს, იმ ნასხვავებით, რომ მერაბის ტექნიკაც უკვე ისეთ დონეზე ავიდა, რომ მხოლოდ კარდიოზე არ დგას. და ბოლოს პროგნოზები. თუ გულწრფელად გავაანალიზებთ დეტალებს, ბოლო ფორმა, სტილის მეჩაპი, ფსიქოლოგია, კარდიო, დომინანტობა პირველ ბრძოლაში, ყველაფერი მიუთითებს, რომ ფავორიტი მერაბ დვალიშვილია. და არ ამბარლოთ ფავორიტი, არამედ 70-30-ით იცარის. თუ პეტრი მოიგებს, ეს იქნება წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიურპრიზი მთელი UFC-ში. მაგრამ MMA-ს სწორედ ამაზია მშვენიერი, აქ ყოველთვის არის შანსი. ყოველთვის არსებობს ნაპრალი, ყოველთვის არის ერთი წამი, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს ცვლის. ასე რომ ძმებოდა დაო, ამ რევანში ჩვენ ვუყურებთ არა უბრალოდ ბრძოლას, არამედ ისტორიის გაგრძელებას. მერაბის მეხუთე ტიტულის დაცვა ერთ წელში იქნება ისეთი რაღაც, რასაც მომავალში დოკუმენტურებში შეიტანენ და თუ ამას შეძლებს, ეს უკვე მხოლოდ ქართული MMA-რის გამარჯვება არ იქნება. ეს იქნება მსოფლიო სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წელი, რაც ვინმეს აქონია. მადლობა, რომ მოусმინეთ. თუ გინდა შეიძლება ახლა დაგიბალანსოთ ტექსტი, შემოგთავაზოთ აღწერა ვიდეოსთვის, ტეგები, სათაური, არ ყველაფერი ერთად.